მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა ლაჩინის კორიდორის გახსნის შესახებ. ლაჩინის კორიდორი ერთადერთი გზაა, რომელიც ეთნიკური სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი და ბოლო 9 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად უზღუდავდა სომხეთს ლაჩინის კორიდორზე წვდომას. ამან რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. Armen პრესის ინფორმაციით, არაღიარებული ყარაბაღის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა დაუშვოს რუსის სამშვიდობოების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ჰუმანიტარული გადაზიდვები ლაჩინის დერეფნის გასწვრივ. მიუხედავად შეთანხმებისა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ დაძაბულობაა. ადგილობრივი მედია ორივე მხარის საზღვრებთან მძიმე ტექნიკის მობილიზების შესახებ იუწყება. შეთანხმებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ბრიუსელში. ამ დროის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, სიტყვიერი თანხმობა არის, მაგრამ ნებისმიერ სიტყვიერ თანხმობას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სჭირდება ოფიციალური გაფორმება დოკუმენტის და ეს არ არის გაფორმებული. სომხური მხარე ამას უკავშირებს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის. უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ რუსეთს შეიარაღებულ ძალებს აღარ აქვს იმის საშუალება, რომ იყოს ისეთი აქტიური კონფლიქტის ზონაში, ამიტომ აზერბაიჯანი ცდილობს აქტიურად შეავსოს ის ვაკუუმი, რომელიც შეიქმნა რუსეთის დასუსტების ფონზე. იგი ცდილობს დაასრულოს დაწყებული საქმე და აღედგინოს ტერიტორიული მთლიანობა. აზერბაიჯანს ამ საქმეში გვერდით უდგას მოკავშირე მოძმე თურქეთი, სომხეთის მხარეს კი გამოდის ირანი, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთი ცდილობს ისეთი სიტუაცია შექმნას, ისეთი კრიზისული სიტუაცია შექმნას განსაკუთრებით სომხეთში, რომელიც აიძულებდა ხელისუფლების შეცვლას, აიძულებდა ფაშინიანს წასულიყო ხელისუფლებიდან და სომხეთში მოსულიყო პრორუსული ძალები ხელისუფლებაში. ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს იმისთვის, რომ სახმელეთო დერეფანი გაჭრას ნახიჩევანთან. თავის მხრივ ნახიჩევანი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ექსკლავი, რომელსაც თურქეთი, სომხეთი და ირანი ესაზღვრება. ირანსაც შეეხება, ირანი აცხადებს, რომ იგი არ დაუშვებს საზღვრების შეცვლას სამხრეთ კავკასიაში. იგი შიშობს, რომ ამ შემთხვევაში თუ აქ კორიდორი გაკეთდა, ამ შემთხვევაში მას შეიძლება ჩაეკეტოს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ძალიან მნიშვნელოვანი არტერია, როგორც სომხეთთან დამაკავშირებელი, ისე საქართველოსთან და საქართველოსთან შემდეგ რუსეთისკენ და ევროპისკენ მიმავალი გზა. ეს იმ ფონზე, როდესაც ირანი მოგეხსენებათ, ისედაც საერთაშორისო ძლიერ იზოლაციაში იმყოფება სანქციების გამო, ამიტომ იგი აცხადებს, რომ ყველა ზომას, მათ შორის შეიარაღებულ ძალებსაც გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე იქნება საბრძოლო მოქმედებები გადანაცვლებული. ახლა ბაქო და ერევანი ცდილობენ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოაგვარონ დაპირისპირება, რათა რეგიონში არ განმეორდეს ომი, რომელმაც წლების განმავლობაში ორივე მხარეს 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.